საუბარი ლექსო რადიანთან. ლექსოს სიმღერა სამშობლო, პროტესტი საქართველოში. მithumetas შენ თუ რაღაცა ფილოსოფიურ, ბალადურ სიმღერები მომესმამე, შენი რაც მოვიშმინე და ეს სიმღერა სამშობლოზე როგორ შეიქმნა? მაგ სიმღერას საკმაოდ საინტერესო შექმნის ისტორია აქვს. ძირითადად უმეტესი სიმღერების ტექსტი ჩემი არის ხოლმე, მაგრამ ეს არის ის შემთხვევა, როცა ამ სიმღერის ტექსტი არის მამაჩემის, ზვიად რატიანის და მამაჩემი ხო დაიჭირეს ეს პროტესტები, რომ დაიწყო 29-ში თუ 8-ში დაიჭირეს და მერე მიუსაჯეს ეს 2 კვირა 10 დღე იყო უბრალოდ ეს საპრობილეში ყოფნა. და იქ არაფერი რო არ ქონდა საკეთებელი, თურმე დაუწყია ამ სიმღერის ტექსტის წერა. და მე რო გამოვიდა, რამდენიმე დღე არც უნახებია ჩემთვის არაფერი და ერთხელ აქციაზე ვიყავით და რაღაცა მაგ დღეს ბევრი ხალხი იყო თუ რა, არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად შედარებით ისეთი დღე იყო, როცა ამაღლებული განწყობა ტრიალებს ხოლმე რუსთაველის გამზირზე და რო ჩამოვდიოდით ქვემოთ ალექსანდროვის ბაღისკენ, ვითხრა რომ იციო, მე რაღაც გულში რაღაც სიმღერას ვწერდიო და წამიღიღინა ეს თავისებურად ეს სამშობლო ხალხის ტექსტი და რა ვიცი, ძალიან ავინთე, ძალიან მომეწონა, თვითონ რაღაც დონეზე არც ჯეროდა, რომ მართლა კარგი იყო თუ რაღაც. მე ძალიან მომეწონა და რაღაცა მეგობრებს დაურეკე, რომ მეთქი ხალხო რაღაცა მასალა გვაქვს აბა და მოდი ჩავწეროთ და ესე ძალიან ნაუცბათევად და მაშინ ჯერ კიდე არ გქონდა განცდა იმისი, რომ ამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს პროტესტი და რაღაც ხალხო აბა მოვასწროთ და მოვაჯდეთ ამ ტალღას. აი ეგ მომენტი იყო და ჩავწერე ჩემ მეგობრებთან ერთად კასპში მეგობართან, რომელსაც სახში სტუდია აქვს და მე შიოხიდაშელთან ერთად გავაკეთეთ ეს ვიდეო კლიპი, რაც გავაკეთეთ. შენ რა ამბობ ახლა საზეიმო განწყობა ხოლმეო? შეგიძლია ამაზე რითი არის საზეიმო? ხო, რა არის? იცი რა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმეა რეალობა, ხალხი დაჭერილია, შიმშილობს, ალბათ ყველაზე იმედიანი ადგილი დღეს არის საღამოობით რუსთაველის გამზირი, იმიტომ რომ იქ ხედავ შენს ყველაზე მეტ თანამოაზრეს, ქვეყნის ალბათ მართლა ყველაზე განათლებულ საზოგადოებას და რაღაცნაირად იმედით ივსები, რომ ეს საზოგადოება მოახერხებს იმას, რომ ამ ქვეყანაში ვერ დამყარდეს ავტოკრატია და დიქტატურა და ამ ქვეყანაში ვერ მოხერხდეს ის, რაც მოხდა ბელორუსში თუ რუსეთში თუ ასე შემდეგ. იმიტომ რომ მაგალითად ეს აქციები რო დაიწყო, მე პარიზში ვიყავი, თამადასთან ერთად ვქონდა კონცერტი. და შორიდან ამის ყურება იყო სრული უიმედობა და ცარიელი ფრუსტრაცია. და როცა იქ ხარ, არ ვიცი, შეიძლება ეგ შეგრძნებათ მატყუარაა და არ ვიცი ზუსტად ჩვენს სასიკეთოდ მუშაობს თუ ჩვენს პირიქით, ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ როცა აქციაზე დგახარ და იქ უზიარებ 1000 რაღაცას შენ გარშემო მყოფებს, ბევრად უფრო კარგ ხასიათს ედგები, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს. მუსიკას რა როლი უჭირავს ამ პროტესტებზე? ბოლო ხანებში ცოტა მოგონი მოიგო უფრო, მაგრამ როგორ ვთქვა, მაგაში გეთანხმებით, რომ ეხლა ბოლო პერიოდში თითქოს ამისი ხალისი რაღაცნაირად აღარავის აღარ დარჩა, რომ ამ ფორმით გააპროტესტოს, არ ვიცი ხალხში რა განწყობებია მათთვის როგორი იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ თუნდაც გაზაფხულის აქციებზე ბევრად უფრო აქტიურად გვახსოვს. არ ვიცი, მაგალითად მე და ჩემმა მეგობრებმაც ერთი დიდი ჯემ სესია გავმართეთ ერთხელ გმირთა მოედანზე და ზოგადად მეტი მუსიკა იყო, მაგრამ ეხლა რაც ეს პროცესი ესე ჩამძიმდა, ეს პირველი ტალღა რაც იყო, მაგას მე ვფიქრობ, რომ მუსიკოსებისგან ისეთი საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოყვა შემოქმედების მხრივ, იმიტომ რომ რა ვიცი, ძალიან ბევრმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა დადო სიმღერა, მე დავდე სიმღერა, თამადამ დადო სიმღერა, დათოჯიქიამ დადო, კიდევ ბევრმა. მაგრამ მაგაზე მნიშვნელოვანი მუსიკა მე მგონი დღეს რაც გვესმის ჩვენ თბილისის ქუჩებში არის ზუსტად ის შეძახილები, რასაც ადამიანები მარშის დროს იძახიან, ეს არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა და არსად პოლიცია, არსად დღეს
თბილისის და საქართველოს მთავარი მუსიკა, მე მგონი ეს შეძახილებია და ალბათ რაღაცნაირად ეგეთი განცდა მაქვს, რომ აი ამ შეძახილების სახით რაღაცნაირი ახალი ფოლკლორი იბადება თითქოს რა. და ჩემი განცდა არის, რომ მუსიკალურსაც და ზოგადად რაღაც უფრო დიდ მნიშვნელობას ახლა ზუსტად ეს ხმაური ატარებს და მე მგონი აქედან გამოვედით ჩვენ დიდი ხანია რაღაც მსოფლიო რომ მუსიკა მაინც და მაინც რაღაც ძალიან ლამაზად ჟღერადი და სტრუქტურიზებული ნაწარმოები უნდა იყოს რა და აი ზუსტად ეს შეძახილები რაც დღეს ჩვენ გვესმის თბილისში ალბათ ეს არის დღეს მთავარი მუსიკა რიგითი ქართველისთვის და კიდევ ერთს ვიტყოდი რომ როგორი სასაცილოა ხო რომ ეს სიმღერა ალბათ გაგონილი გექნებათ ეს ფეხბურთის ნაკრებების ფანები რომ ღერიან ხოლმე და ჩვენთან ეხა რომ გადაკეთდა კოცებზე რომ ოლე ოლა კოცებს ასე და ასე ანუ მაგ სიმღერისთვის შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლით კოდექსით დაისაჯოს ესე იგი ალბათ ასეთი ძლიერი მუსიკა მეორეს მხრივ არასდროს ყოფილა იმიტომ რომ როცა ამის ხელისუფლებას იმდენად ეშინია რომ სისხლის სამართლის კოდექსის საქმეს აღძრავს ამასთან დაკავშირებით მუსიკა ისეთი მნიშვნელოვანია როგორც არასდროს. გეთახმები ეს მართლა ცალკე მუსიკალური ნაწარმოებია. კი. შესაძლოა რამდენიმე ჩამოტვირთე კიდევაც და ვფიქრობდი რომ დამონტაჟოთ და კომპოზიცია გავაკეთოთ ხოლმე. ეს იდეა მე მგონია მარტო მე არ გამჯერდა როგორც ორატორიებში არის ხო? ამ რეჩიტატივებზე ვართ რაღაცნაირად გადასული. სუსტ. და კარგად შეიძლება ამის ფორმის მიცემა მუსიკალურად. მამას დაჭერაზე მინდა კიდე შეგეკითხო, ახლა მეორე დაჭერაზე ვამბობ. და რაღაცნაირად ამ პირველ დაჭერაზეც ხო ის იყო რომ ფერადი გულკარადაცია. ახლა ეს ფოტო რაც გავრცელდა ეს მეორე დაჭერების რაღაცა მითოლოგიური სიმბოლო არის ჩემთვის. რომ ამ შავებში ეს რაღაცა ერთადერთი მეტი არსება და ეს ამ სურათზე რა სიტყვა როგორც თქვენ იმიჯზე ნუ პირველ რიგში ნუ რა თქმა უნდა რომ ძალიან ძიმე სანახავი იყო ეს კადრები და ჩემმა დამირეკა მახსოვს და მაშინ ჯერ არ იცოდნენ ზუსტად რომ ეს ზვიადი არის თუ არ არის ეს ზვიადი მაგ კადრებში და რატომაც არ ჯეროდათ რომ ეს ზვიადი იყო და მე ხალხო რა ვიცი ანუ შეხედოთ აშკარად მამაჩვენია აშკარად ზვიადია და ხო მიუხედავად იმისა რომ ძალიან მძიმე საყურებელია ეს კადრები სადღაც სიამაყის მომგვრელიც არის შვილის პოზიციიდან იმიტომ რომ მართლა რაღაც ძალიან ნათლად ჩანს როგორ სინათლე როგორ უპირისპირდება სიბნელეს და მიუხედავად იმისა რომ სიბნელე არის იმ სურათში ბევრად მეტი ეს სინათლე რაღაცნაირად ბევრად უფრო ქმედით უნარიანი არის და მიუხედავად იმისა რომ არ ვიცი ამდენი ადამიანი ურტყავს და რაღაცა მაინც სურათში წინ მიიწევს ხო ესეც რაღაცნაირად სიმბოლურია და ზუსტად ეს ხდება დღეს რაღაცნაირად ჩვენ ქვეყანაშიც რომ ბნელი რაღაცნაირი არ ვიცი ყოველგვარი ღირსება დაკარგული ადამიანები რომლებსაც განსხვავებული აზრის და ნათელი აზრის მოსმენა და გაგება არ უნდათ გვიკრძალავენ და ძალიან რთულს გვიხდიან დღეს საქართველოში ბედნიერად ცხოვრებას. არ ვიცი ხო ეგ კადრები ჩემთვის აი ზუსტად ამ ყველაფრის სიმბოლოა რაც დღეს საქართველოში ხდება. შენი აზრით რა შეიძლება გაკეთდეს კონკრეტულად ან ემოციურად რას ვფიქრობ რომ ამბობდი რომ საზეიმოა და ახლა აი მხოლოდ ეს რიტმული შეძახილები რომ ისევ ამ სიმღერაზე გადავიდეს ხალხი და რაღაც გამარჯვებამდე მივიდეთ. იცი რა ეხა მაინც არის ის მომენტი ვფიქრობ როცა საზოგადოებაში მატულობს შიში და ფრუსტრაცია ქვეყანასთან და ამ პროცესებთან დაკავშირებით მაგრამ მე ღრმად წამს რომ არის რაღაც ზღვარი რის მერეც ეს შიში და ფრუსტრაცია გარდაიქმნება ძალიან დიდ შეუჩერებელ ენერგიად
და ზუსტად ამ მომენტში ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი ისევ ამღერდებით, ავღრიალდებით და უკვე შეუჩერებლები ვიქნებით. მაგრამ ის პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, ესეც ალბათ აუცილებელი არის იმისთვის, რომ კიდე მეტ ადამიანებამდე მიაღწიოს ერთი და ჩვენამდე ვისაც ისედაც აქტუალურია ეს თემები, მიგვიყვანოს რაღაცა ზღვრამდე, რომლის იქითაც ალბათ ბოლომდე ადეკვატურებიც არ ვიქნებით, მაგრამ ყველაზე მართლები მაშინ ვიქნებით. არ არის შენი აზრით იმ საშუალება, რომ აი რაღაც ბუტაფორიულ საძაგელ ბუტაფორიებს ინსტიტუციები ფაქტიურად გაუქმებულია, ადამიანები თვითონაც გაჩіпულებად ელექციონი, რაღაცა მითოლოგიური სურათია ჩემთვის შექმნილი, რომ ეს რაღაც ნირვიანი არსებების მასა, აი ხალხი რომ რაღაც მიაჩუმათოს და ამ ბუტაფორიაში ყოველდღიური ცხოვრებამ არ გადაკაჩოს ეს ყველაფერი და შეეგუოს ამ ბუტაფორიას. ცირა ეხა მაგის პროგნოზში არ ვიცი მე რამდენად ადეკვატური ვიქნებ, თუმცა რა თქმა უნდა რომ შანსი მაგისიც არის, მაგრამ ასევე არის ძალიან დიდი შიში მაგის. ერთის მხრივ არის შიში იმისი, რომ შეიძლება დაგიჭირონ, შეიძლება გცემონ, შეიძლება რაღაცა და მეორეს მხრივ არის ეს შიში, რომ შეიძლება ხალხი შეეგუოს და ისევ ყოველდღიური რაღაცნაირი ცხოვრება დაიწყოს შემგუებლური და მე მაინც მგონია, რომ აი ამ მეორეს შიში, აი თქვენაც თქვით, მაგის შიში უფრო დიდი არის ხალხში, რომ ეს ყველაფერი ისე დამთავრდეს, რომ არანაირი შედეგი არ მოიტანოს. თუმცა ალბათ რაც ყველას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, არის რამხელა სიბოროტესთან ვართ ბრძოლაში და რამხელა სახელმწიფო მანქანასთან ვართ ბრძოლაში და არ უნდა გქონდეს ალბათ რაღაც ცრუ იმედები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს მალე და უმტკივნეულოდ, იმიტომ რომ ასე არ იქნება. აი ამისთვის თვალის არ გასწორებამ შეიძლება მე ვფიქრობ საზოგადოების რაღაც ნაწილს იმხელა ფრუსტრაცია მოუტანოს, რომ ეს იყოს თავად განმაპირობებელი იმისა, რომ ვიღაცები ამ ბრძოლაში დანებდნენ. მაგრამ მჯერა რომ უმეტესობა არ იქნება ასეთი და მჯერა რომ თან ამ პროცესში, როგორც თქვი, კიდე უფრო ბევრი ადამიანი გაბრაზდება ზუსტად ამ შიშისგან. შენ როგორც ხელოვანი, აი ამ პერიოდის მანძილზე გაქვს საშუალება დრო და გული დაუთმო შენს შემოქმედებას თუ პირიქით? მე პირადად ვერაფერი პრინციპში აი არჩევნების პერიოდიდან ეს სიმღერა იყო ის გამონათება, რომელზეც რაღაცნაირად სურვილზე და გულზე მეტად ვალდებულად ვიგრძენი თავი, რომ ეს გამეკეთებია. იმის იქით мотиваცია და რაღაცნაირი ხალისი იმისი, რომ ვაკეთო ჩემი საქმე, მე პირადად სამწუხაროდ ვერ გამოვნახე ჯერჯერობით ჩემ თავში. მაგრამ გარშემო სხვადასხვანაირად არიან ხალხი რა. ზოგი ახერხებს ამას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პირიქით რაღაც ამ სტრესებისგან რაღაც პატარა თავისუფალ თავიანთ ბუნაკს პოულობს მუსიკაში და აგრძელებს ამ ხრივ თავისი ხელოვნების მიყოლას და ჩემთვის ეს ჯერჯერობით შეუძლებელი აღმოჩნდა. სადღაც მაინც არის განცდა, რომ რატომ არ ვაკეთებ კიდე უფრო მეტს და როგორ შემიძლია რომ გავაკეთო კიდე უფრო მეტი და მე მგონი აი ახლა საზოგადოებისთვის ზუსტად ეგ მომენტი დადგა, რომ ვფიქრობ, რომ ხალხმა მასიურად დაიწყო ამაზე ფიქრი, რომ კიდევ რა შემიძლია გავაკეთო. ან რა შემიძლია გავაკეთო მე ისეთი, რაც სხვას არ შეუძლია მაგალითად. იმიტომ რომ ჯამში მგონია, რომ ბევრი ასეთი ინდივიდუალური იდეის ერთიანობა თუ დაამარცხებს ამ თავრობას. იმიტომ რომ ეს ერთად რაც გავართ რუსთაველზე, ეს რაღაცნაირად გუტენის ძალიან დიდი ენერგიით, მაგრამ როცა ცალკე ვართ, ვფიქრობ, მაშინ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე ცალკე კონკრეტულად ლექსორატიანს რისი გაკეთება შეუძლია. და ჯერ ალბათ უფრო ემოციურ დონეზე ვფიქრობ და ვცდილობ აღმოვაჩინო ჩემში ეგ ძალა, რაც მეტის გაკეთების საშუალებას მომცემს. ყველაზე ადეკვატური მუსიკა დღეს მართლა ის შეძახილები მგონია. არ ვიცი ამაზე მეტად პირდაპირი რა უნდა იყოს ადამიანებთან მიმართებაში. ვფიქრობ ხოლმე, რომ რეალურად ალბათ რაღაცა სხვა, ბევრად ვერაგი გეგმები აქვთ, რომლის კეთების საშუალებაც არ ეძლევათ სანამ ეს პროტესტი ესეთ
მდგომარეობაშია და ზუსტად მაგიტომ არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეხა არ გავჩერდეთ რა, იმიტომ რომ სანამ არ ვჩერდებით, წინ ვერ დგამენ ნაბიჯებს, კი ხალხს იჭერენ და ხალხს ცემენ და ასე შემდეგ, რაც საშინელებაა, მაგრამ რეალურად მათი გეგმა რაც არის შესასრულებელი, თავიანთი პირადი ინტერესები საერთოდ სხვა არის, რომელსაც უბრალოდ ვერ ახერხებენ. ძალიან გამეხარდა შენი ესე მადლობა. დროშები გაშლილი მაშინ გადაეცი სხვას სამშობლოს დღეს სამშობლოს ღამე დგება ხალხი უკან არიხევს არიხლება სამშობლოს დღეს სამშობლოს ღამე დგება ხალხი უკან არიხევს არიხლება თუკი შენ დაგაცავ თუკი შენ დაღლი უგულო ნაკაცარს რომელიც ხალხის წარსულს დააწყოს და მომავალს ხრავს სამშობლოს დღეს სამშობლოს ღამე და როგორც შეატყვეს სულ სხვა რამეა სამშობლო მთვარე სამშობლო მზე სამშობლო ხვალე სამშობლოზე სამშობლო მარზე სამშობლო მუდამ და რაღაცას ასე უნდა ხავს სამშობლოს დღეს სამშობლოს ღამე დგება ხალხი უკან არიხევს არიღლება სამშობლოს დღეს სამშობლოს ღამე დგება ხალხი უკან არიხევს არიღლება გავაცით არაკაც გავუშრობ ცის უგულო არაკაც რომელიც ხვის წარსულს დააწყოს და მომავალს ცვლის სამშობლოს დღეს სამშობლოს